თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებს. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის წევრები, მე გახლავართ ლევან ბერაი, ამ კლუბის ერთ-ერთი წევრი. ეს გადაცემაც მიდის სამეფო კლუბის ტელევიზიით, YouTube არხზე და მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი და წამყვანი. უკვე ორ ნახევარ წელზე მეტია უკვე ჩვენ ეთერში ვართ, ორ ნახევარ წელზეა წელზე მეტია ჩვენ ვაკეთებთ გადაცემებს გვარებზე, ისტორიულ გვარებზე და ყველა გადაცემას ვიწყებთ ამ ფრაზით. საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული. და თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებლობაში. ჩვენ ეს ნამდვილად ასია და ჩვენ ამაში ვართ დაწუნებული, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები არიშორებდნენ არ ძალღონეს აი მარტო ომს და ომი რა თქმა უნდა ქართველები მეომარი ხალხი ვარ და ჩვენ სულ ვიბრძოდით 30 წელი მე ძალიან ხშირად ვამბობ 30 წელი არ მქონია ესეთი მშვიდი ცხოვრება რომ ესე იგი რაღაცა შეგვექმნა დაუშვათ როგორც ევროპელებს აქვს დაუშვათ რენესანსის ხანის რაღაც ისინი აქეო დიდესი ნიმუშები და არქიტექტურული ნიმუშები ჩვენ ამის ფუფუნება არ ქონია არასოდეს იმიტომ რომ 30 წელი არ ყოფილა ესეთი მშვიდობიანი რომ დავუშვათ რაღაცის მშენებლობა დაგვიწყდა რაღაცა დიდი გრანდიოზული მიუხედავად იმისა ძალიან დიდი რაღაცები გვაკეთებდა და ძალიან ბევრი რაღაცები გვაკეთე ძალიან გრანდიოზული ჩვენ ის ხალხი ვართ ვინც სულ ვიბრძოდით ან რაღაცას ვქმნიდით, ან რაღაცას ვაშენებდით. მარტო ბრძოლაში არ გამოიხატებოდა ეს ყველაფერი, ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ. ქართველები ზოგადად ნიჭიერი ხალხი ვართ და ჩვენი ნიჭიერებით ჩვენ სოფლიოს ძალიან ბევრი რაღაცა მივეცით, ჩვენ სოფლიოს ვაზის კულტურა მივეცით, ჩვენ სოფლიოს ხორბლის ჯიშები მივეცით. ჩვენ სოფლიოს რკინა მივეცით, ჩვენ სოფლიოს მედიცინა მივეცით და ძალიან ბევრი რამ მივეცით კიდე, რომელსაც ბოჭკოვანი ძაფი მივეცით. ძაფიც ახლა როგორც ახლა ირკვევა, ძაფიც ყველაზე ძველი, ძაფის ბოჭკოვანი რაღაცა აღმოჩენებული აღმოაჩინეს აგერ რაღაც კი აგერ ჭიათურის ერთ-ერთ გამოქვაბულში. ასე რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც სულ რაღაცას ქმნიდა, სულ რაღაცას ფუსფუსებდა, სულ ომობდა, სულ ბრძოლობით და აქამდე მოვიტანეთ ეს ქვეყანა. ეს თუ დავუშვათ ჩვენ არ გავაცნობიერეთ, ჩვენ რა ვიყავით და როგორ ვიყავით, ჩვენ არაფერი არ გვშველება, იმიტომ რომ ერის სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება არის შენი წინაპრის სიყვარული, შენი წინაპრის პატივისცემა და შენი წინაპრის ისტორიის ცოდნა. შენ თუ არ იცი ვინ იყო შენი წინაპარი, შენ თუ არ იამაყე იმითი, შენი წინაპრი თუ არ იამაყე, ისტორიას ვერ შეიყვარებ და ისტორიას თუ ვერ შეიყვარებ, საერთოდ ამ ერის შენთვის პაში მნიშვნელობა არა ქართველი იქნები თუ სხვა ეროვნების იქნები რა მნიშვნელობა შენ თუ ისტორია არ იცი შენი ქვეყნის და შუა პატივს არ იცებ შენ წინაპარს აში შენთვის რა მნიშვნელობა ვინ იქნები ამ ქვეყანაზე ხო და აი ეს ჩვენ ამას ვაკეთებთ სწორედ რომ ესე იგი გვინდა რომ ადამიანებს შევაყვაროთ თავიანთი საკუთარი ერი შევაყვაროთ მაგრამ საკუთარი ერის შეყვარება არაფრით არ ხერხდება თუ შენ არ იცი შენი საკუთარი წინაპრის ისტორია თუ არ იცი შენ თუ არ გააცნობიერე ისო შენი წინაპარი იბრძოდა ამ ქვეყნისთვის შენი თუ არ გააცნობიერე რომ
შენი წინაპარს რო არ ებრძოლა, შენ დღეს აქ არ იქნებოდი ან არ ელაპარაკებდი, ამ ენაზე არ ელაპარაკებდი, ან საერთოდ არ იქნებოდი ამ ქვეყანაზე, თუ იქნებოდი სხვაგან და ნუ მოკლედ ბევრი რაღაც ისინია მიზეზებია, რატომაც უნდა ვაფასებდე ჩვენ წინაპრების ანუ ნაღვაც და ჩვენი წინაპრების ნაბრძოლს და ნაომარს და რატომ უნდა ვიყვარდეს ჩვენი წინაპრები. რო არა ჩვენი წინაპრები, ჩვენ დღეს არაფერი არ ვიქნებოდით. ამიტომ ამის ყველაზე კარგი განხორციელება იმისა, რომ შენ შეიცნო, შეიგრძნო და შეიცნო და შეისწავლო შენი წინაპრები, არის ისტორია არის და ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა გვარების ისტორია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ გვარის, ამა თუ იმ ადამიანის წინაპრის, ესე იგი დამსახურებას ერისა და ქვეყნის წინაშე. მე წინა გადაცემაში თქვი ესეთი რაღაცა, თუ რატო არის საჭირო, ესე იგი რატო ინტერესდება ადამიანები, ინტერესდებიან თავიანთი გვარის ისტორიით და საერთოდ ისტორიით, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის ჭია ღმის შიგნიდან, რომელიც ძალიან სასიამოვნოდ ღმის და სასიამოვნო არის ეს ყველაფერი, რომ ესე იგი თითოეული ადამიანი ფიქრობს, თუ ჩვენს გამლი რაღაც წლების წინ და გამლი იმ რაღაც საგმირო საქმეებსაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, იქნებ თავიანთი წინაპარიც აღმოაჩინოს რაღაცა და ამით მერე ეს რაღაცა ეს სიამაყეც არის და სიამაყეც უნდა იყოს აპარტამნებას სხვა არის სიამაყე სხვა არის ჩემი აზრით და სიამაყე უნდა გააჩნდეს ადამიანს და ერთს უნდა გააჩნდეს საერთოდ და თუ შენ ამაყობ იმით რომ შენი წინაპარი მიიღებდა მონაწილეობას იქ შენ არის ეს мотиваცია იმისი რომ იქნებ დაჭირდეს ქვეყანა ყველას გიოცნებია მეც შენს გიოცნებია შენ რომ მიყურებ ახლა ერთხელ მაინც შენ ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გიოცნებია რომ ნეტა რაღაც ისეთი ის გამაკეთებინა ჩამადენინა რომ ესე იგი ჩემმა შთამომავლობა მე იამაყონ ჩემითო და სწორედ ეს არის мотиваცია ეს არის იმისი რომ თითოეული ჩვენგანს ესე იგი უნდა თავისი გვარის ისტორიის შესწავლა ჩვენ მე სწორედ მაგას ვაკეთებ ჩვენ ესე იგი ადამიანებს ვაცნობ თავიანთ გვარის ისტორიას და თავიანთ გვარის გინდა რომ შევყვაროთ ძალიან ბევრი წერს ძალიან ბევრი მე ამის გარდა რომ ახლა გადაცემებს ვაკეთებ YouTube-ზე TikTok-ზეც ვარ და მაქვს ჩემი TikTok-ის ვიები მაქვს რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება უშველებელი გამოხმაურება 800,000-ზე მეტი ნახვა აქვს უკვე და ყოველდღიურად ვაცნობ ადამიანებს რაღაცა 10-12 გვარს გამოხმაურება არის ძალიან დიდი რაღაცა რა ვიცი ვერ ვიტყვი უკვე იმდენია გამოხმაურება იმდენს უნდა აი გვარის თავიანთი გვარის შესწავლა და მე ყველას ვეუბნები აქედან მოგიწოდოთ ახლა ყველას ვის დავუშვათ YouTube გადაცემებს უყურებ და არ უყურებ დავუშვათ TikTok-ს იგივეს ვეუბნები ჩემი მითითებული იქნება ჩემი მეილი ჩემი ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ დამირეკოთ იმ გვარებს რასაც მე წარმოგიდგენთ თქვენ რასაც გეტყვით შემიძლია ის გვარები ელექტრონული ვერსიით გადმოგიგზავნოთ და ყოველგვარი უსასყიდლოდ რა თქმა უნდა ყოველგვარი ის გარშემო მაგრამ ის გვარები რომლებიც ცოტა უფრო სიღრმისეული ანალიზი ჭირდებათ ამ ყველაფერს და სიღრმისეულად უნდა ამ ყველაფერს ჩათვნენ ჩვენ გვაქვს ამის ესე იგი შეგვიძლია გარკვეული თანხის საფასურად ეს ყველაფერი გავუკეთოთ და დავამზადოთ თავიანთი გვარის ისტორია. არა მარტო გვარის ისტორია, ჩვენ შეგვიძლია გვარის ისტორიასთან ერთად შევქმნათ საგვარეულო ნიშანი არა. საგვარეულო ნიშანი სხვამა გააკეთონ, ვისაც გერბის გაკეთება არ შეუძლია და ჩვენ შეგვიძლია გერბის დამზადება შეგვიძლია. ჩვენი გერბები უკვე რამოდენიმე ჩემი პირადად ჩემი გერბი და ჩემი მეგობრების გერბები, ვისაც ვინც გერბებს ვქნით, სოფლიო ჰერალდიკის სამმაში ვართ გაერთიანებული საზოგადოებაში და ჩემი გერბები სისტემატურად იბეჭდება მანდ და ესე იგი ქვეყნდება და საკმაოდ დიდი მოწონებებიც აქვს. ანუ ესე იგი აღიარება მოიპოვა ჩემმა რამოდენიმე გერბმა უკვე. ამიტომ რომ მე ვყავს მეგობარი რომელიც ჩემზე უდიდესი ძალიან დიდი ჰერალდიკოსია რომელიც ჩვენ რატო ლაპარაკობ ამას
ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ცდილობს გერბის მაგვარი რაღაცის შექმნას, ხან არქვევენ საგვარეულო ნიშანს და ესე იგი გერბთან საერთო არ აქვს საერთოდ არ არის გერბთან ახლოს, გერბს თავისი ისა კანონიკა აქვს, რომელიც უნდა დაიცვა აუცილებლად და არ შეიძლება რაღაცების არევა ერთმანეთში არ შეიძლება თუ არ იცი არ უნდა გააკეთო. თუ იცი იმ შემთხვევაში გააკეთო, არ უნდა შეიყვანო ადამიანები შეცდომაში, თან ისე უშველებელ უზარმაზარ თანხას ითხოვენ ამ ყველაფერში და ეს არ არის სწორი რა. თუ გაინტერესებს სწორი გერბის შექმნა, ჩვენ მოვაკითხეთ. მე და ბატონ დავით ყლდიაშვილს ჩვენ შეგვიძლია გაგიკეთოთ, შეგიქმნათ ის გერბი, რომელიც ესე იხდება ჩარჩოებში, ჰერალდიკურ კანონიკაში იქნება და არ იქნება ვერ მოგედებებად ვერავი. თუ გერბი გაინტერესებს და თუ ახლა რაღაცა კარგი ნახატი გინდათ, ლამაზი ნახატი, კი ბატონო, მაშინ გააკეთებიეთ იმას, ვისაც ეს შეუძლია და გერბის გაკეთება არ შეუძლია. ვაპატიეთ ცოტა გაცხადებისათვის, მაგრამ მე ვაპარაკობ დღეს მსგავსობები ვიკეთება. საერთოდ რო იცოდეთ რა გერბი გერბს შეხედა, ვიწუში უნდა მივხვდე რა კატეგორიის, ესე იგი რა სტატუსის მატარებელია ამ გერბის მფლობელი. ეს არის უბრალო მოქალაქე, ამის წინაპარი იყო აზნაურული წარმოშობისა თუ თავადური წარმოშობისა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ უბრალო მოქალაქე და კიდაც აზნაურული წარმოშობის ადამიანმა თავისი გერბს თავადური რაღაც მანტია, ის უკან რაც არის მანტია, კი ლამაზია, მაგრამ რაც ლამაზია, ყველაფერი არ გეკუთვნის, არ შენ და არც მე არ მეკუთვნის, კაცობას ეკუთვნის იმას, ვისაც ეს ეკუთვნის. ეს თავადური მანტია, ვისაც აქვს, ვისაც წინაპრები ყავდა თავადები, ეს მათი პრეროგატივაა და ეს მანტიაში უნდა იყვნენ, სწორედ ჩემი გვარიც ახლა მე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩემმა გვარმა მანტიაში ჩასვას თავისი გერბი. ამას ყველაფერს აქვს თავისი წესები და თავისი არ შეიძლება სხვანაირად და რა ვიცი, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. თუ გაინტერესებთ, შეგვიძლია მოგეუბნები დაგიმზადოთ. რა თქმა უნდა, გარკვეული რაღაც საფასურად, მაგრამ არა იმ ფაში, რა ფაშიც სხვები აკეთებენ. ჩვენ გავაკეთებთ გაცილებით იაფად ვაკეთებთ ამ ყველაფერს და შეგვიძლია მოგმართოთ და ესე იგი ჩვენ დაგეხმარებით. მე მეგონი წინა გადაიცემაში გაჩვენეთ კიდე ჩვენ რა შეგვიძლია და როგორ გერბებს ვაკეთებთ. ჩვენი ძირითადი მაინც საქმიანობა არის გვარების გაცნობა და გვარების ჯერ შესწავლა და მე თქვენამდე მოტანა. და აქედან გამომდინარე მეც უფლება არ მაქვს, რომ რამოდენიმე გვარი არ გაგაცნოთ თქვენ და ესე იგი არ წარმოგიდგინოთ რამოდენიმე გვარი, რომელიც მე TikTok-ზე ვილაპარაკე, მე არა მინდა ჩემი ერთგული მაყურებელი, რომელსაც ვერ უღალატებ თქვენთან, ესე იგი YouTube-ზე მინდა გაგაცნოთ ეს გვარები. აი პირველი გვარი არის ჭინჭარაძე. ჭინჭარაძე ქართული გვარია, რომლის ისტორია დადასტურებულია უკვე მე-16 საუკუნის ბოლოდან. კათოლიკოს დოროთეოსის შეწირულობის წიგნის მიხედვით სურამის ნიტრიის ეკლესიისათვის ცხოვრები ჭინჭარაძე გიორგი მეფისაგან იქნა შესყიდული და ეკლესიისთვის ამ მეფემ შეისყიდა ვიღაცის და მე ეკლესიაში შესწირა. ეს იყო 1599-1600 წლებში, რაც გვარის ადრეულ კავშირს ადასტურებს ეკლესიასთან. ახლა ეკლესიაზე შეწირვა რას ნიშნავს? ყველაზე კარგ მდგომარეობაში საერთოდ გლეხთა კატეგორიიდან იყვნენ საეკლესიო გლეხები იყვნენ, იმიტომ რომ გადასახადები იმდენი არ ქონდათ და გადასახადები მხოლოდ იხდიდნენ ეკლესიის სასარგებლოდ იხდიდნენ. ანუ უფრო ჯერ ისაც არ ქონდათ საქართველოში ბეგარა არ იყო ისეთი დიდი, რომ უშუალოდ გლეხს დაწოლოდა კისერზე. ეს ვიც ახლა თქვენ უშუალოდ ამას გეტყვით, რომ გლეხი ესე იგი ძალიან საშინელ მდგომარეობაში იყო და ესე იგი იჩაგრებოდაო, ის იქნება ძალიან დიდი მატყუარი, იმიტომ რომ ეს და კომუნისტური რაღაც ის არის საქმე მაგას პროპაგანდის ნაწილი იყო. არავითარ შემთხვევაში გლეხს საქართველოში 3-დან 10%-მდე ქონდა მხოლოდ გადასახადი და მეტი არა. ისიც გააჩნდა, თუ დავუშვათ გლეხი ღარიბი იყო და არ ქონდა იმდენი მოსავალი, მაშინ ეს იხდიდა 3% იხდიდა
და იმის მიხედვით თუ ვის როგორი ის ქონდა რა ქვია შემოსავალი ქონდა ვის როგორი ბარაქიანი ის ქონდა რა ქვია დაუშვა წელი თუ რა ქვია მაგას როგორ თქვა ვიცი იმის მიხედვით ზოგი იხდიდა 3%, ზოგი 5 და ზოგი 10% იხდიდა 10%-ზე მეტი არ იყო წლიური ის არის რა ქვია მაგას წლიური გადასახადები იყო ამიტომ რომ როიცოდეთ თქვენ გლეხი ისეთ ცუდ გამარებაში არ იყო დაუშვათ ვიდრე გინდა რუსეთში და გინდა ევროპაში და რუსეთში კრეპოსნიკები და დაუშვათ იყვნენ უფლებოები იყვნენ აბსოლუტურად უფლებოები და ჩვენი გლეხები ამათაში დარებით იყვნენ ძალიან კარგ გამარებაში აქედან გამომდინარე საეკლესიო შეწირლობა ეკლესიასთან თუ ეს იყო ეკლესიას უხდიდნენ უბრალოდ ბეგარას და მეტი სხვა არაფერი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის საბუთებში ჭინჭარაძეები კვლავ ფიქსირდებიან ქართლში რაც მკვლევართა აზრით მიგრაციის ან ხიზნობას უკავშირდება. ამავე დროს გვარი ფართოდ არის გავრცელებული გურიაში, აცანაში, ოზურგეთში, ჩოხატაოსა და მიმდებარე სოფლებში. ჭინჭარაულების გვარში დასრულდება სასულიერო ტრადიციების თანამედროვე პერიოდში ცნობილია მღვდელი ჭინჭარაძე იოსები, სურამის და ხაშურის ეპარქიიდან. ჭინჭარაძე წარმოადგენს მრავალსაუკუნოვან ქართულ გვარს, რომლის ისტორია შიდა ქართლსა და გურიას მოიცავს და ეკლესიურ სივრცეებში მჭიდრო კავშირს ავლენდა. შემდეგი გვარი, რომელიც უნდა წარმოგიდგენოთ, ეს არის კახაბიშვილების გვარი. ესენი არიან აზნაურული გვარი იყო, რამოდენიმე ოჯახი კი არა, უმეტესი კახაბიშვილების უმეტესი ნაწილი აზნაურული საგვარეულოა. კახეთის ძირძველი გვარია, რომლის მომდინარეობა ძველი ქართული სახელიდან კახაბერიდან მოდის. კახაბრის თავმავალი, ესე კახაბრიშვილი. კახაბრის თავმავალი დოკუმენტურად დასტურება მე-16 საუკუნიდან ისტორიულ წყაროებში იკვეთება, რომ კახაბრიშთა ცალკეული ოჯახები ფლობდნენ აზნაურის სახელოს. ჰქონდათ მამულები და მონაწილეობდნენ სამეფო და საეკლესიო ცხოვრებაში. გვარი ძირითადად გავრცელებული იყო ქართლსა და კახეთში. ხოლო მე-19 საუკუნეში მის წარმომადგენელთა ნაწილი სასულიერო გზას დააბდა. მინდა ცირამუების გვარზე მინდა გადავინაცვლოთ სამეგრელოში, მეგრელებს რო არ ეწვინო ჩემს. და ესე იგი ცირამუას გვარზე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. ახლა კიდე რა მინდა გითხრათ. აი ეს ახლა მე რასაც გიყვებით, ეს არის შემოკლებული ვარიანტები, აბსოლუტურად შემოკლებული ვარიანტი, მაგრამ მე ამ გვარებზე რასაც ახლა მე თქვენ გიყვებით ყველასი შედარებით ვრცელი ვარიანტებიც მაქვს და გეუბნებით, ვისაც გაინტერესებთ, ახლა რა გვარებსაც მოყვები, შემიძლია თითოეულ თქვენს გადმოგიზარდოთ უკვე ეს ესეთი ვარიანტები, რაც არის შედარებით ვრცელი ვარიანტი. ცირამუა ძირძველი მეგრული გვარია, რომლის ისტორიული ფესვები სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილს უკავშირდება. ანუ ცხოროწყოს, ზუგდის, მუხურს, ხაბუმეს, წალენჯიხას. გვარი მომდინარეობს მეგრული ფუძიდან ცირა, რაც ქალს, პატარა ქალს ნიშნავს და ფორმატიდან მუა, რაც შთამომავლობას აღნიშნავს. ისტორიულად ცირამუები იყო სოფლად დამკვიდრებული გლეხები, მჭიდროდ დაკავშირებული საეკლესიო და თემურ ცხოვრებასთან. დღეს გვარი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი გვარად ითვლება და ძირითადად საგვარეულო ითვლება სამეგრელოში. ახლა მინდა ოქროპირიძეები მინდა გაგაცნოთ, ეს არის ძალიან ძირძველი ქართული გვარია, რომელიც წარმოიშვა ეროვნული სახელიდან ოქროპირი, ანუ ესე იგი ეს არის ეპონიმური გვარსახელია. ოქროპირი ნიშნავს ოქროს ასე მჭერმეტყველ ადამიანს ნიშნავს და სუფიქსი ძე ნიშნავს მჭერმეტყველი ადამიანის შვილს, ანუ ოქროპირის შვილს. საგვარეულო გადმოცემით ოქროპირი და თედე ძმები ნარადან წამოსულან ქართლში და სხვადასხვა სოფლებში დასახლებულან. ოქროპირიძეები დოკუმენტურად დასტურებიან უკვე მე-16 საუკუნეზე და განსაკუთრებით ფართოდ იყვნენ გავრცელებული ქართლში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად დავით აღმაშენებელმა მამულები მისცა და მიწის ნაკვეთები დაურიგა. საეკლესიო ტრადიციებით მის ადგილებში დაახლოებით ეს არის საოცრად ეკლესიური გვარია, მინდა წარმოგიდგინოთ, გითხრათ, რომ ესე იგი 50 მღვდელმსახური ყავდათ ამ გვარში და მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძე. ყავდათ ორი ეპისკოპოსი ყავდათ, ერთ-ერთი ეპისკოპოსი წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე, დავით გარიჯის მონაზრის მოღვაწე წმინდანად შერაცხეს და მისი ხსენების დღე არის ესე იგი 26 ოქტომბერი, ანუ 8 ნოემბერი ძველი სტილით. ეს არის საოცრად დიდებული გვარია, ასე ვთქვათ, და თავის ამართლებს რა, ოქროპირიძეობას ამართლებს.
შემდეგი გვარი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს თვალჭრელიძეების გვარია. თვალჭრელიძე ძირძველი ქართული გვარია, რომელიც სახელის მომდინარეობს მეტსახელიდან თვალჭრელი, ანუ ჭრელი თვალიდან, ესე იგი ჭროღა თვალიდან და ნიშნავს თვალჭრელის შთამომავალს. გვარი ისტორიულად დაკავშირებულია რაჭასთან, ცახი, პატარა ონი, ღადიში და ჩორჯო და მოგვიანებით გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოშიცაა გავრცელებული, მცხეთაში, დუშეთში, კაცსა და ახალგორში დღესაც ცხოვრობენ თვალჭრელიძეები. მე-19 საუკუნეში თვალჭრელიძეები გამოიჩინენ როგორც ძლიერი საეკლესიო საგვარეულო, მათი მრავალი წარმომადგენელი მსახურობდა მღვდლად, დიაკვნად და მეცვალებად რაჭისა და ქართლის ეკლესიებში. მე-20 საუკუნეში ამ გვარიდან გამოვიდნენ ცნობილი მეცნიერები, მათ შორის აკადემიკოსი, გეოლოგები ალექსანდრე და გიორგი თვალჭრელიძეები. თვალჭრელიძე წარმოადგენს საგვარეულოს, რომლის ისტორია აერთიანებს ეკლესიურ მსახურებას, განათლებას და ქართულ ინტელექტუალურ ტრადიციებს. შემდეგი გვარი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის ზალავიძეების გვარი. ეს არის ძირძველი ქართული გვარი, რომლის ფესვები დასავლეთ საქართველოს უკავშირდება ლეჩხუმს, იმერეთს და რაჭას. გვარი წარმოიშვა პერონული სახელიდან ალავი და სუფიქსი დიძე ნიშნავს ალავის შთამომავალს. წერილობითი წყაროებში ალავიძეები დასრულდებიან მე-17 საუკუნიდან, როგორც საეკლესიო და მეცათმფლობელი საქმეებში ჩართული ოჯახები. ისტორიული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ცალკეული ალავიძეებს აზნაური სტატუსი ჰქონდათ. ფლობდნენ მამულებს, ჰყავდათ ყმა გლეხები და მონაწილეობდნენ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ დავებში მონაწილეობდნენ. მე-19 საუკუნეში გვარი აქტიურად ფიქსირდება ქუთაისის გუბერნიისა და სენატის არქივებში. კუკულაძეებას მოგწერეს, მინდა კუკულაძეების გვარზეც ორივე სიტყვა გითხრათ, ძირძველი ქართული გვარია, რომლის შესახებ გადმოცემით ცნობილია, რომ მესხეთი და გადმოვიდა სამი ძმა და გურიაში სამ სხვადასხვა ადგილზე დასახლდა, რითაც გვარის ამოდენიმე შტო ჩამოყალიბდა. კუკულაძეები დოკუმენტურას დასრულდებიან 1713 წლიდან. გიორგი გურიელის შწრობის წიგნის მიხედვით, აკეთში მდებარე მამუკა ართმელაძის ყოფილი მამულის ბიჭვინთის ეკლესიისათვის შეწირვის და ჩამოთვლილ გლეხთა შორის მოხსენებულია კუკულაძე შაქარა, რაც გვარის იმ დროის უკვე დამკვიდრებულ ყოფას ადასტურებს გურიაში. მე-19 საუკუნეებში კუკულაძეები ფიქსირდებიან როგორც სათემო და საეკლესიო ცხოვრებაში ჩართული ოჯახები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილია კუკულაძე იოანე ალექსანდრეს ძე, მღვდლის შვილიშვილი და შვილიშვილი 1902 წლითაა ეს დათარიღებული, ხოლო თანამედროვე პერიოდში გვარის ცნობილი წარმომადგენელი ხდება კარლო კუკულაძე, რომელიც მხატვარი გახლავთ. კუკულაძე წარმოადგენს გვარს, რომლის ისტორია აერთიანებს მესხეთთან გურიაში მიგრაციის გადმოცემას, მე-18 საუკუნის დოკუმენტურ დასტურებას და კულტურულ საეკლესიო ტრადიციებს. კაცაძეების გვარზეც მინდა ორივე სიტყვა გითხრათ. ერთ-ერთი ძველი გავრცელებული გვარია, რომელიც წარმოიშვა საკუთარი სახელიდან კაცია, ეს ძალიან გავრცელებული სახელი იყო სამეგრელოსა და აფხაზეთში. კაცი მარღანია გაგიგია და კაცია ჩემ წინაპრებში ყავდა. კაცია დასავლურ ქართულ თუსბექსი ძე ნიშნავს შვილს, საზო კაციას შთამომავალს. გვარი დოკუმენტურად ფიქსირდება მე-16 საუკუნეებიდან განსაკუთრებით გავრცელებულია იმერეთსა და გურიაში. მოგვიანებით შიდა ქართლშიცაა ეს გვარი ჩანს შიდა ქართლშიც. ისტორიულ სამართლებში კაცაძეები იხსენებიან როგორც საკათოლიკოსო, ესე იგი გლეხები. მიწათმფლობელები ჰქონდათ მიწა და მეზობელი მემამულეებთან დაკავშირებული ასრულების აქტებში, ნასყიდობისა და სადაო საკითხებში მონაწილეობდნენ. ხოლო განსაკუთრებით გამოკეთილია საეკლესიო ტრადიცია, კაცაძეების ეგებიდან გამოვიდნენ მღვდლები, დეკანოზები და მონაზრები, როგორც ძველი ისე თანამედროვე ეპოქაში. ესეც საკმაოდ საინტერესო გვარია და ამიტომ უნდა გვეთქვათ თქვენთვის მოგხსენებინა. შემდეგი გვარი ბებურიშვილების ძალიან ძველ და ძალიან საინტერესო გვარს და ისტორიულ გვარს შეეხება. ეს არის ძველი ქართული გვარი, რომლის ფუძეს დაკავშირებულია ცნობილი ფეოდალურ საგვარეულო ვაჩნაძეებთან. გადმოცემისა და ისტორიული წყაროების მიხედვით ბებური ვაჩნაძეთა საგვარეულო სახელი ყოფილა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კახელ ბებურიშვილების გვარი. ანუ ბებურიშვილები თავდაპირველად ვაჩნაძეები იყვნენ. მე-18 საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში
ბებურიშვილები არაერთხელ იხსენებიან და განსაკუთრებით ცნობილია პაპა ბებურიშვილი, რომელმაც 1752 წლის ალაზნის ბრძოლის დროს ელეკრე მეორე მძიმე ვითარებაში გადაარჩინა. Ითაც გვარის სამხედრო ერთგულებასა და ესე იგი სადაც მეფისადმი ერთგულებაში ესე იგი იყო ცნობილი იყო რა და სამსახურის კონტექსტში ჩნდება ამ ეპოქაში სამართლის საბუთეში ბებურიშვილები მონაწილეობენ სისხლის სამართლისა და სამამულო ესე იგი დავებში რაც მათ სოციალურ აქტიურობაზე მიუთითებს ბებურიშვილები ისტორიულად იყვნენ დაკავშირებული სამხედრო ადმინისტრაციულ სამსახურთან მათ შორის ესე იგი ზედამხედველობის ჯარის ორგანიზატორები იყვნენ და ესე იგი ასეთი ის იყო რა ქვია სარქარის თანამდებობა იყო ეს იყო ძალიან საინტერესო თანამდებობა რომელიც ზედამხედველს ნიშნავდა რა ჯარის ორგანიზებას უკეთებდა და როგორც მუშად უხუცესიო ასე წერია იმაში განმარტებაში ანუ საკმაოდ კარგი თანამდებობა იყო მე-19 და მე-20 საუკუნეში ბებურიშვილების გვარმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოჩეული ფიგურა ბებურიშვილი ფოლკლორის მწერალი თეატრალი და ზუგდიდის ქალაქის თავი იყო 1910 წლებში რომელმაც გურული ზეპის სიტყვება რუსულ ენაზე გააცნო საზოგადოებას უგულავების გვარი დასავლეთ საქართველოს ძირითადი ქართული გვარია რომელიც ისტორიული კერა სამეგრელოს ტერიტორიებს და იმერეთს შეეხება ეს არის მარტვილი ნოქალაქევი და ხონი მათხოჯის მიდამოებში გვარის გავრცელების არეალი ამ პირველი ისტორიული ცნობები და ეს ცნობები მე-17 საუკუნეებში ფიქსირდება და იყვნენ ესე იგი კათოლიკოსის საკათოლიკოსო გლეხები იყვნენ შემდეგ მოგვიანებით სახლობდნენ ლეჩხუმში მე-13 საუკუნეში აფხაზეთის რამოდენიმე სოფელშიც იყო ეს გვარი და რამოდენიმე წარმომადგენელი ესე იგი საზოგადოებრივ საქმიანობაში მოღვაწეობდნენ იყვნენ წერაკითხვის გამოცდების საზოგადოების წევრებიც ბაღიშვილი ესეთი ამ გვარით მინდა დავასრულოთ დღევანდელი ესე იგი გვარების გაცნობა ბაღიშვილი ძიძველი ქართული გვარია რომლის ფუძე ძველ ქართულ სახეს ბაღას უკავშირდება და პატარა ბაოს ჩვილს აღნიშნავს გვარი ისტორიულ წყაროებში უკვე ესე იგი მე-13 საუკუნეებიდან ჩანს ხოლო 1634 წლის წიგნებში მის არსებობას საერთო გარემოშიც ადასტურებენ ბაღიშვილების ისტორიის სამშობლოა სამეგრელო განსაკუთრებით მარტვილი და ზუგდიდი მოგვიანებით კი გვარი ფართოდ გავრცელდა თბილისის და ბაღიშვილი წარმოადგენს მრავალსაუკუნოვან ქართულ საგვარეულოს რომელიც მას შეენარჩუნა როგორც სახელი ისე ისტორიული უწყებობა ეს იყო ის გვარები რაც უნდა გამეცნო მე თქვენთვის ამას ხშირად ახლა გადავწყვეტეთ რომ ესე იგი კვირაში ორჯერ გაგაცნოთ გვარები და ესე იგი წარმოგიდგინოთ ისტორიული გვარები და ეს მე მგონი თქვენ ძალიან აქტივობასთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ ძალიან ამ ბოლო დროს ძალიან აქტივობას იჩენენ ხო გეუბნებით 1200 თუ 1200-ზე მეტი ალბათ რაც მომდის ყოველდღიურად მომდის თქვენგან ესე იგი წერილები მომდის და მომდის რომ ესე იგი ყველას ისა ჩვენ ესეთი რაღაცა გვაქვს გადაწყვეტილი ანუ ესე იგი თუ თქვენი სურვილიც იქნება და თქვენი დახმარების იმედი გვაქვს თითოეულ თქვენგანს და რა ფორმით ამას შემდეგ ესე იგი გაგაცნობთ ჩვენ გვინდა ტომეული რამოდენიმე მე უკვე იმდენი მასალა მაქვს 4000 გვარზე მაქვს მასალა უკვე გამზადებული ანუ 4000 გვარი შემიძლია გამოცე ამიტომ ესე იგი თითოეულ თქვენგანს თხოვნა მაქვს თუ თქვენი სურვილიც იქნება და რა ფორმით თანამშრომლობთ ჩვენთან ამას მე შემდეგ გაგაცნობთ და შეიძლება რამოდენიმე ტომეული გამოუშვათ აი ამ საგვარეულების საქართველოს ისტორიული გვარები ასე დაურქვათ სახელი. რა ვიცი, თქვენ ველი თქვენგან გამოხმაურებას და თუ მისაღები იქნება თქვენთვის ესა აი იმაზეც მაინტერესებს კომენტარები რაც შეიძლება ბევრი კომენტარი გამიკეთებთ და რაც შეიძლება ბევრი ესე იგი წერილები მოწერეთ და კიდევ გეუბნებით ვისაც გაინტერესებთ აი ეს ახლა ის გვარები რაც თქვენ წარმოგიდგენთ შემიძლია თითოეულ თქვენგანს გადაუგზავნოთ და იფიქრეთ კიდე
გერბები თუ გაინტერესებს შეგვიძლია შეიქმნათ გერბები. ძალიან დიდი მადლობა და ერთ თხოვნამა გამოიწერეთ ჩვენი არხი გამოიწერეთ საქართველოს საერთო კლუბის არხი YouTube იმაზე რა ქვია სივრცეში საქართველოს ისტორიული გვარები ლევან ბერაიას საავტორო გადაცემა. მადლობთ ყურადღებისთვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნიერსაც ვიმღერია კიდეც ვიმღერია